ანუ ბანოგია ბაქტულობ თქვენთან იმ სპეციფიკაზე თქვენ მუშაობთ, აქ შესაძლებელი არის R&D პროტოტიპირება მექანიზმებისა, დისპლეებისათვის, ანუ იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ გაუმჯობესებული ვარიანტები დისპლეებისა, თუ შევქმნათ გაუმჯობესებული მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ თხევად კრისტალებს, მაგალითად ეს იქნება იგივე ჩვეულებრივ დისპლეებში, ეს იქნება ფილტრებში, ოპტიკურ ფილტრებში, თუ ეს იქნება იგივე, ასე ვთქვათ, smart ფანჯრებში, თუ smart სარკეებში, რომლებიც რეაგირებენ რაღაც სტიმულზე, ამ ყველაფრის პროტოტიპირება, ამ ყველაფრის კვლევითი საქმიანობის გაკეთება შესაძლებელი ის აქ კიბერნეტიკის ინსტიტუტში და შესაბამისად აქ მე მგონი სათანადო იქნება რომ ეკონომიკურ პოტენციალზე ვილაპარაკოთ ამისა რომ რეალურად ძალიან ბევრი კომპანია მსოფლიოს გარშემო მუშაობს იმაზე ზუსტად რომ შექმნან ესეთი ტიპის მოწყობილობები და მათი ძირითადი ფოკუსი არის კვლევით საქმიანობა. ჩვენ იმისათვის რომ შექმნათ ახალი მოწყობილობა, ჩვენ ჭირდება ჩავატაროთ კვლევა, ჩავატაროთ შემუშავება ახალი ტექნოლოგიისა, რაც მოითხოვს დროს და რესურსებს და ბევრი საზღვარგარეთ კომპანიისათვის ეს ძალიან დიდი და ძვირი სიამოვნება არის ამის გაკეთება ამერიკაში და სხვა ქვეყნებში და ამ თვალსაზრისით ჩვენ საქართველოში გვაქვს ამის პოტენციალი, გვაქვს ამაზე მომუშავე ინსტიტუტები, დიდი უპირატესობა იმ თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კომპანიებთან პარტნიორობა და შეგვიძლია რომ გავაკეთოთ კვლევითი საქმიანობის აუთსორსი რეალურად. რა თქმა უნდა და გარდა ამისა, ეხლა თქვა ჩვენ შეგვიძლია ადრე გავაკეთე ლუმინესცენციური დისპლეი. ანუ რა ხდება, რომ ესე იგი მარტივად რომ თქვა, აი მოლეკულა რომელიც არის თხევადკესარში ჩვენ რომ ესე იგი ეს თქვა მოდელი ეს თქვა დავამტკიცო ეს მოლეკულა ხო? თუ ჩვენ ამას თხევადკესარში გავხსნით და არის ნივთები, რომლებიც ძალიან კარგად იხსნება თხევადკესარში. და ლუმინესცენციის ნიშნავს, როცა ჩვენ დავასხევთ სინათლეს, ის ლუმინესცირებს, აი დავასხევთ ლურჯი სინათლე და ასხევთ მწვანეში, ან შეასხევთ წითლში. და ნახეთ რა ხდება. ესე იგი, თხევადკესარის მოლეკულა არის მოგრძო. მას გააჩნია გრძელი ღერძი და გააჩნია მოკლე ღერძი. და როდესაც სინათლე დაეცემა აი მიმართულებით, ესე იგი, გრძელი ღერძის პარალელურად, აქ უფრო მეტი სინათლე გამოსხივდება, ვიდრე თუ კი ელექტრულ ველში ჩვენ ამას გადავატრიალებთ. აქ რო ნაკლები და ამით უკვე ამით კონტრასტულობა ზღეულობთ. ანუ რა არის, რომ ესე იგი თქვა დისპლეი, ეს გაკეთებული საქმეა, გაუმჯობესება შეიძლება. როდესაც არა გვაქვს ელექტრული ველი მოდებული და ჩვენ ვასხევთ ლურჯიანზე, ეს კიდე ანათებს თქვა მწვანეთან წითლად. თუ ჩვენ მოვდებთ ელექტრულ ველს, მაშინ მოლეკულა ესე ასეთ ორიენტაციაზე გადავა და თითქმის ჩაბნელდება. და მიიღება უკვე კონტრასტული. აქ არ გვინდა პოლაროიდები და ეს რა უპირატესობაა ეს, რომ ესე იგი დღის სინათლეზე იმუშავებს ძალიან კარგად, შვენივრად, ну, ამაზე ხელოვნურ განათებაზეც და იზრდება კუთხე ხედვის, იმიტომ რომ პოლაროიდებიც ესე იგი მოთავსებულ თხევადკესარს, აი თქვა ეს ტვის სტრუქტურა და სუპერტვისი, ხო იმას გააჩნია ცოტა ნაკლოვანება, იმიტომ რომ პოლაროიდები ყველაზე კარგად ეს ეფექტი მუშაობს, როცა უკვე პირდაპირ. აი, ამის მაგალითი ისაა, რომ შეიძლება ქონიათ, როდესაც გვერდიდან დაუდგებით ჩვენ ეკრანს და აღარა ჩანს. და აღარ ჩანს, ესე ბნელდება, ხო? ანუ ეხლა რომ დაუდგე დავუშვათ გვერდიდან, ჩაბნელებული არის ბედუთმეტად ეკრანი. ანუ ეს და აი რომ წამოხვიდეთ, აი ნახავთ როგორ განათდა ეცოდ პოლაროიდების გამო არის და ეს უკვე გამორიცხული არის ლუმინესცენციურ დისპლეებში, იმიტომ რომ ხედავთ ძალიან დიდი კუთხე აქვს და თან კიდე პოლაროიდები არ გვიდება და პოლაროიდები ძალიან ბევრ სინათლეში თანხავს. დაახლოებით 65-70% პოლაროიდების მიერ შეადგენს, იმიტომ რომ პოლაროიდი ატარებს ერთი მიმართულების სინათლეს. წარმოვიდეთ, დეცემა ყველა მიმართულების სინათლე, ბუნებრივი სინათლე ის ფილტრავს მარტო გარკვეული მიმართულების სინათლეს და დანარჩენი შთაენთქმება. ანუ რეალურად თქვენ ხასაც აღწერთ ლუმინესცენციური დისპლეების ტექნოლოგია არის გაუმჯობესებული ვარიანტი თხევადი კრისტალების დისპლეის, რომელსაც უფრო ასე ვთქვათ, ნაკლები ენერგეტიკული დანაკარგი იქნება და უფრო ეფექტური იქნება, იმიტომ რომ ნაკლებ სინათლეს კარგავთ ასე ვთქვათ ზოგადად. და მეორე ის არის, რომ უკეთესი დანახვადობის თვალსაზრისით იქნება, იმიტომ რომ კუთხის ესე უფრო დიდი კუთხე არის. შეგვეძლება გვერდიდან დავინახოთ. კი. და თან კიდევ რა არის, რომ ესე ეს ძირითადად გამოყენებული შეიძლება იყოს საინფორმაციო დისპლეების სახით. თქვათ, არა თქვათ კომპიუტერები დავამზადოთ, მაინც ჯობია რომ თქვათ ჩვენ მქონდეს ახლა კომპიუტერებში ნუ ყველა სამფერი RGB არის, მაგრამ აქ უფრო ფერში შეზღუდული ვარ, თქვათ, გვექნება მომწვანო, მოყვითალო, მაგრამ საინფორმაციო დისპლეებისათვის ეს სრულიად საკმარისი არის. აი დავუშვათ
იქ ვაგზლებზე იქნება, ვაგზლებში თუ სადმე გარეთ რაღაცა ის ახლა მე ხას უკეთესი დანახმარება ჭირდება კუთხიდან და დისტანციიდან. შემთხვევა რომ თქვათ გამოვიტანო ფული ან რაღაცა ჩავრიცხო, აი გარეთ აპარატები და ბზერო არის, საშინელება და ესე უყურებდა. იმას პირიქით, რაც მეტი მზე ეცემა, მით უფრო კარგად მუშაობს. გარდა ამისა, ეს ამეკლავი დისპლეები გავაკეთეთ, ამაზე სტატიაც არის, რომელიც აი холестерикზე არის ეს გაკეთებული, რომელიც უშუალოდ მუშაობს ამ არეკლაზე. ძალიან საინტერესო ეფექტი არის, ისიც არ არის დამოკიდებული შიდა განათებაზე, გარე განათებაზე არის დამოკიდებული. მე მაქვს კლიპი, რომელსაც მე ალბათ თუ თქვენ მოისურვებთ, ჩაგიგდებთ. კიბერ მუშაობს ეგ. ასე რომ холестерикებს და საერთოდ კისებს და მაშინ холестерик და მე холестерик კისებს ძალიან მიყვარს. აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა კიდე ამოუწურავ, იმიტომ რომ ახალი და ახალი რაღაცების გაკეთება შეიძლება და მაგალითად ხევატკრისას მე ვიყენებ ეხლა სრულად ახალი მიმართულება არის მზის ელემენტებში. აჩვენა ძალიან საოცარი ეფექტები და თვისები. საუცხოდ ეხლა მე ყველაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ამას გარკვეულწილად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ მინდა რომ გამჟღავნდეს, მაგრამ აჩვენა ძალიან კარგი, bez შევადარე მე რა სხვა მსგავსი მზის ელემენტებს, რაც არ გამოიყენება ხევატკრისალი და ჯერჯერობით რაც მე ვნახე, ძალიან დიდი სხვაობა არის. ესე იგი, ეს არის სინათლის ელექტროენერგიად გადაქმნის ეფექტურობაში და ხანგრძლივობაში. იმიტომ რომ მაგალითად ეხლა აი ეს საღებარის სენსიბილიზირებული მზის ელემენტებში გამოიყენება, საღებარი გამოიყენება, ნავნაწილაკები გამოიყენება და გამოიყენება ესე იგი თხევადი გამტარი, რომელშიც ესე იგი მოთავსებული არის ელექტროლიტი. და ეს ელექტროლიტი ძირითადად დაფუძნებულია აკრილად ნივთიერებებზე, ну, სხვაერთად არ მუშაობს ჯერჯერობით არსებული. და აკრილად ნივთიერება ჯერჯერობით რომ აბიძებს, იმიტომ რომ ტყვია არის და ძალიან არა სასიამოვნო ნივთიერებები, რომელიც იწვევს გარემოს დაბინძურებას, რა თქმა უნდა, მასიურად იქნება წარბება და ჩვენი ნივთიერება თხევადი კრისტალი, რომელიც ცulis ელექტროლიტს, ხომ აბსოლუტურად უსაფრთხო არის და არ ჭირდება დიდი იზოლირება. ანუ აქაც ვიგებთ იმაში, რომ ჩვენს არ აორთქლდება, შეიძლება ნაკლებად იზოლირება მოხდეს და რაც კიდე მთავარი არის, ეკოლოგიურად არის სუფთა. შემდეგ ეს არის ციფრული სასწორი, ეს საკმაოდ გავრცელებული არის და მაგრამ ჩვენ ძალიან გვადგება, იმიტომ რომ ეს განუყოფელი ნაწილია ნებისმიერ ლაბორატორიაში, განსაკუთრებით როცა საჭირო არის ძალიან ზუსტი აწონვა ნივთიერებების ძალიან მცირე რაოდენობების და ამისი სიზუსტე არის გრამის მე-10,000-დი. ანუ მილიგრამის მე-10-დი მოკლედ და საკმაოდ გჭირდება ზუსტად ეგეცია, თუმცა ეს ბოლო ციფრი ხალხთან თამაშობს, მაგრამ მაინც კარგი არის. მეორე სასწორი არის, იგივე პრინციპით მუშაობს, მაგრამ ამისი სიზუსტე უფრო მცირე არის. გრამის მე-100-დით. აი ეს არის სარეველა მაგნიტური, ამავე დროს არის ტემპერატურის მარეგულირებელი, ესე იგი ერთი აი ამით ვარეგულირებთ ჩვენ ბერკეტს ვარეგულირებთ ტემპერატურას, მეორეთი კიდე აქ მაგნიტით ტრიალებს და როცა ჩვენ მინდა ნივთიერებები მოურიოთ, მაშინ ძალიან კარგად გვეხმარება. ეს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სარეველა არის, რომელიც ნუ სხვა პრინციპით მუშაობს, ამასაც ძალიან ვიყენებთ ჩვენ, ძალიან გვჭირდება. ასევე არის ეს სარეველაც, იგივე პრინციპით, ხოლმე ამათ გააჩნიათ სხვადასხვა სიჩქარები ბრუნვის, მაგრამ ჩვენ ორივე გვჭირდება. და ეს არის ცენტრიფუგა. ცენტრიფუგა ძალიან საჭირო ხელსაწყო არის, რომელთაც თქვა ჩვენ ეს გვეხმარება დაფენაში სხვადასხვა ნივთიერების, მაგალითად PVA იქნება ეს თუ თქვათ PVS იქნება. როცა ჩვენ გვინდა რომ დავაფინოთ მინაზე ძალიან მაგალითად თხელი ფენა, რა თქმა უნდა ჩვენ სიჩქარის ვზრდით რომ ეს გაიშალოს სწრაფად და უფრო თხელი ფენა მივიღოთ. გარდა ამისა გამოიყენება თქვათ სისხლის უჯრედებში, სისხლში სხვადასხვა უჯრედების განცალკევებაში ეს ცნობილი მეთოდი არის, ამას 8000 ბრუნვა აქვს, თუმცა სასურველია უფრო მეტიც იყოს, მაგრამ რაც გვაქვს ესეც კარგი არის. შემდეგი არის ეს ულტრაისფერი გამოსხივების ნატურა, ეს უკვე ძალიან ძველია, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს, ეს ეგრეთ წოდებული დერშა არის.
ეს არის ვერცილწყლის ნატურა არის, რომელსაც გააჩნია მრავალი ხაზი განსაკუთრებით ულტრაესფერობანში და დიახ 200-დან 300-დან მომენტში კი, გააჩნია და თავისი ხაზები გააჩნია, რომელიც კლასიკური ხაზებია, ამ ხაზებზეა მორგებული, მე ძალიან ბევრი თქვა და ნივთიერებების და ფილტრების შექმნა. და ესეც არის სხვანაირი ცენტრიფუგა, აი ამაზე ჩვენ ვაფეთ, აქ მოვათავსებთ მინას, მე მომჭერებით ვამაგრებს და ესე იგი როცა ჩავთავთ ის ბრუნავს იმაზე ჩავთვა კიდევაც ეს დაახლოებით 3000 ბრუნი არის წუთში ესეთი საკმაოდ კარგი ხელსაწყო არის ესეც დადგება შემდეგი არის აი ეს არის აზოტის ლაზერი, რომელიც ასევე კარგი ხელსაწყო არის, იმიტომ ჩვენ აქ ვღებულობთ ძალიან მოკლე იმპულსებს, ეს არის რაღაც 3 ნანოწამის ხანგრძლივობის იმპულსები, რომელთაც ხდება აღზნება, თქვა, ლუმინესცენციური ნივთიერებების თხევადკრისტალში მოთავსებული საღებარების და ჩვენ ვღებულობთ უკეთ თხევადკრისტალური ლაზერის გამოსხება. ჩვენ რომ მივიღოთ თხევადკრისტალური ლაზერის გამოსხება, აუცილებლად მას უნდა გქონდეს ეგრეთ წოდებული დამჭირხნავი pumping-ს ეძახიან, რომელიც აღაგზნებს ამ თხევადკრისტალურ რეზონატორში საღებარს და სწრაფად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეგ როდესაც ხდება სწრაფად ესე იგი იმპულსის გაგზავნა, ვალენტური ზონიდან გამტერებული ზონაში უცბად აიყრება მოლეკულები და მიიღება ეგრეთ წოდებული უარყოფითი შთანთქმა, ანუ ზედა დასახლება ელექტრონებს უფრო მეტია ვიდრე ქვედა და როცა ჩამოიყრებიან, უკვე მაგ დროს მიიღება ლაზერული გამოსხივება. ისე თქმა მინდა აქ ჩვენ თქვით რომ რამდენი 3 ნანოწამი არის, ხო? დიახ, ხანგრძლივი ეს არის წამის მე-მილიარდედი. 3 მე-მილიარდედი წამისა. 10-9 ხარისხი. ხო, 10-9 ხარისხი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ როდესაც ხდება უშუალოდ ლაზერი რო ირთვება, ლაზერი კი არ არის როგორც სინათლე, რომელიც ესე მოდის და სულ ასე ვთქვათ ჩართული არის. რეალურად თუ ჩვენ ასე ვთქვათ დროს შევანელებდით, მილიარდჯერ დავინახავდით, რომ რეალურად სინათლე გამოდის როგორც პატარ-პატარა იმპულსები, როგორც პატარ-პატარა ასე ვთქვათ გასროლები ფოტონებისა. და ზუსტად ეს არის საჭირო იმისათვის, რომ ის ეფექტი მიიღოთ და სჭირდება რომ მოხდეს ამ ჩვენი თხევადი კრისტალების აღზნება რომ შესაბამისი სინათლის გამოსხივების ეფექტი მივიღოთ, რაც გვჭირდება. იმიტომ რომ ეს ეფექტი თავისი ასე ვთქვათ დროიდან გამომდინარე, ასევე ამ დიაპაზონში არის ხანგრძლივობების და შესაბამისად ჭირდება რომ დრო ასე ვთქვათ ამ პამპინგისა, პამპინგი კიდე არის ასე ვთქვათ ტუმბვა, ჩვენ ვთქვათ რომ ტუმბავთ ჩვენს მოლეკულას იყოს იგივე დიაპაზონში დროისა, რაც ის ეფექტი რაც ჩვენ მივიღოთ. ეს არის ლუმინესცენცია თუ ფლუორესცენცია, ბატონო გია. მათ შორის ძალიან სხვაობა არ არის. ორივე უბრალოდ მათ შორის ერთ-ერთი პატარა სხვაობა არის ელექტრონების უკან ჩამოყრის სიჩქარეში. ხო. ანუ რეალურად ჩვენ ვღებულობთ მეორადი სინათლის გამოსვლას, რომ ერთ სინათლეს ურტყავთ ერთ ტალღის სიგრძეში და მეორეზე ვღებულობთ. კი. თქვათ უფრო მოკლეს ურტყავთ, თქვათ ულტრაესფერს და მივიღებთ ლურჯს, შეიძლება მივიღოთ მწვანეს. ანუ ეგეთი გადასვლა, სტოქსის გადასვლა ეწოდება ამას, როდესაც მოკლე ტალღებიდან ჩვენ აგვაგზნებთ და მივიღებთ საღებარს და მივიღებთ გრძელ ტალღებს, თუმცა არის ეგრეთ წოდებული ანტისტოქსის გამოსხივება, როდესაც პირიქით მაგალითად მწვანე დავასხივეთ და მივიღეთ ლურჯი, მაგრამ ეს იშვიათად გარკვეული სპეციფიკური პირობები სჭირდება, რომ ჩვენ ეს მივიღოთ. აი რამანული სიგნალები მაგალითად მაკედანაც არის ნაწილი. კი ბატონო. და მართალი ბრძანდებით მიკა, იმიტომ რომ ესე იგი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ეს და საინტერესო რა არის, მაგალითად აი ეს წამის მე-მილიარდედი ჩვენთვის რომ იყოს 1 წამი, თქვა, ხო ჩვენ 3 წამი ვიცოცხლებდით სულ, იმიტომ რომ ადამიანის სულ ხანძრო საშუალოდ არის 3 მილიარდი წამი. საშუალოდ 2 მილიარდისგან გააჩნია. ანუ როგორ ეს არის დროის პატარა მონაკვეთი არის სიტყვაზე. შემდეგი ესე იგი აი ეს არის ძაბვისა და დენის წყარო, ძალიან კარგი არის, ესე იგი ჩვენ სხვა შემთხვევაში მიიღება 60 ვოლტი და 30 ამპერი ვაცდებით და საკმაოდ ჩვენ გვჭირდება მაგალითად აი ლაზერის გამოსხივებისათვის ესე პატარა ლაზერია, წითელი ლაზერი 650 ნანომეტრი. შეიძლება ჩავთოთ? კი ბატონო. ესე იგი კონტაქტზე მოვათავსებ. აი, კი ბატონო, აი ჩაერთო. ნუ, კი. ესე მიიღება ეს ლაზერული გამოსხივება, ნახეთ. ძალიან მოხერხებული არის და ჩვენ შეგვიძლია ძაბვის კონტროლის მეშვეობით დავარეგულიროთ. კი.
სიმძლავრე. და ეს ამასაც ჩვენ ვიყენებთ ბევრ რაღაცაში, რაღაც კონტროლის იქ ზედაპირების და ასე შემდეგ. ეს არის სპექტრომეტრი, რომელიც ასევე შეუცვლელი არის ჩვენი ექსპერიმენტებისათვის. ამაში მოთავსებული არის მესერი ცხადია და ეს მესერი ამისი არის 2058 ხაზი არის. და ეს მუშაობს რაღაც 200 ნანომეტრიდან 1100 ნანომეტრამდე მუშაობს. არის კიდევ უფრო პატარა ბიჯის მქონე მესერი 4096, ეს ჩემ თანამშრომელს აქვს, ქვემოთ აქვს ჩატანილი. ანუ რა არის, ესე იგი მესერის ხაზების რაოდენობით გარჩევადობა იცვლება. რაც უფრო მეტი არის ხაზები, მით რომ მეტი არის გარჩევადობა. ამის დანახვა შეიძლება დემონსტრირება მარტივად ესეთი მესერებით, რომლებიც რა თქმა უნდა არ არის როგორც ეს სპექტრომეტრი 2000 ხაზი მილიმეტრზე, მაგრამ აქ არის 600 და ჩვენ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ გავაკეთოთ სიმულირება, რასაც დაინახავდა ჩვენი სპექტრომეტრი, ჩვენი თვალით ამ შემთხვევაში გიოს კამერით. ბატონო გია, თუ შეიძლება და ჩვენ ახლა ჩვენი სინათლეც აგერ არის, ასე ვთქვათ, ეს ირეკლება გვერდიდან და როდესაც ხდება ჩვენს მესერს, კოდნა კუთხის ქვეშა ის. ეხლა ხედავთ ჩვენ რომ ამ თეთ სინათლეში არის ლურჯი, წითელი და მწვანეც, მაგრამ როგორც კი მე მოვათავსებ ამ ჩვენ მეგობარს, ჩვენ ხედავთ რომ ლურჯი საერთოდ იჭრება. და რჩება მარტო მწვანე, ყვითელი და წითელი. ეს პატარა ნაწილი, სადაც ლურჯი და ცისფერი იჭრება. ამას, ასე ვთქვათ, რამდენად იჭრება რიცხობრივად, გრაფიკულად ხედავს და გვაჩვენებს სპექტრომეტრი. და ჩვენ თუ ახლა ვხედავთ ამას, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი შეერთებული ლურჯი, ცისფერი ყოფ ერთმანეთში გადარეული, ჩვენ თუ გვექნებოდა უფრო მეტი ხაზი მილიმეტრზე, დავინახავდით, რომ ეს უფრო გაიწელებოდა ეს და დავინახავთ, შეიძლება მთლიანად ესეთი გაგრძელებული სისარტყელსავით კი არა, არამედ რაღაც პატარა მონაკვეთსაც არაა სინათლე. და სწორედ მაგის დასაფიქსირებლად გვჭირდება მაღალი გარჩევადობის სპექტრომეტრები, მაღალი გარჩევადობის დიფრაქციული მესერები. და ეს სპექტრომეტრები, რა თქმა უნდა, ძალიან ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო. არსებობს კიდევ სხვა სპექტრომეტრები, რომელთაც სხვა პრინციპით მუშაობენ, მაგრამ არსებობს ამავე დროს ეგრეთ წოდებული ორარხიანი ან მრავალარხიანი სპექტრომეტრები. მაგრამ ხანდახან საჭიროა ეს ერთდროულად ჩვენ დავინახოთ რამოდენიმე საგნის ან ნივთიერებების შთანთქმის სხვა ნივთიერებს და მე ეს დავალაგოთ ერთ სპექტრალურ უბნებში. ხო და ამისას გამოიყენება ხოლმე ძალიან ბევრი ამოცანები არის ეს მიუხედავად ერთი თქო უამრავი ამოცანები რომლის საჭიროა გამოიყენოთ ორარხიანი ან მრავალარხიანი სპექტრომეტრები. მარტივ მაგალითი რაც ნიშნავს ავტოფლუორესცენცია, ავტოფლუორესცენცია მოვლენა, როდესაც მე სინათლით დავასხივებ რაღაცა მასალას და ეს მასალა გარკვეული ტალღის სიგრძის აღზნების შედეგად იწყებს თვითონ განათლებას. მარტივ მაგალითი რო ავიღოთ, ჩვენ ახლა ეს რაც გვაქვს, ჩვენი პლასტიკური ლინზები გაკეთებულია ეს ფოტოპოლიმერული რეზინების მეშვეობით. ჩვენ ხედავთ, რომ პატარა მოლურჯო ფერი აქვს, იმის გამო ეს რომ სინათლე, რომელიც ამას ეცემა, შეიცავს ისეთ ტალღის სიგრძეებს ულტრაიისფერ რეგიონში, რომელიც იწვევს ამ მასალაში ასე ვთქვათ, რეზონანს აღზნებას მოლეკულებში უბრალოდ ელექტრონებისა და შედეგად ხდება სინათლის, ასე ვთქვათ, წარმოქმნა ფლუორესცენციისა ლურჯ დიაპაზონში. ეხლა ეს მარტო რომ გავაკეთოთ, მე მაქვს ესეთი ულტრაიისფერი ფანარი, რომელიც არის 365 ნანომეტრზე, ანუ ულტრაიისფერი სინათლე. ჩვენ რომ შევხედოთ ამას, პრაქტიკულად მოიასამისფრო არის და არ გააჩნია იმხელა სიმძლავრე ამას. ხალხის ფლუორესცირებს სხვადასხვა მაგ შემთხვევაში. ჩვენ რომ დავაკვირდეთ, ახლა მე როდესაც ვანათებ ამ ობიექტზე, ამ მუყაოზე, დიდი, ასე ვთქვათ, რაოდენობით სინათლე არა, მაგრამ როგორც კი მე მივანათებ ამას ქაღალდზე, მე ვხედავ, რომ უფრო მეტი სინათლე წარმოქმნება, ეს არის ავტოფლუორესცენცია. კი. ბოჭკოა სტრუქტურა დროს თქვა ის რო არის პლაკატი, მანდ. მაგრამ ეხლა მე თუ ჩვენ წარმოვიღებ, წამოდი აქეთკენ, ეხლა ეს მოლურჯო ფერის არის, მაგრამ როგორც კი მე გადმოვიტან აქეთკენ, მე ვხედავ, რომ უფრო მეტად მომწვანო ფერის არის. ეს მომწვანო ფერი იმის გამო ჩნდება, რომ ხდება აღზნება ამ ხისა და წარმოიქმნება ფლუორესცენცია ამის შედეგად. მაგრამ თუ მე ამას დავარტყავ ჩემს ლინზას, დავინახავთ, რომ ძალიან ძლიერი ლურჯი ფერი წარმოიქმნება ზუსტად ავტოფლუორესცენციის გამო. და საქმე იმაში არის, რომ ზოგიერთი ქსოვილები ჩვენს ორგანიზმში, განსაკუთრებით კოლაგენი, რომელიც ბევრია ჩვენს კანში, გამოირჩევა იმ თვისებით, რომ როდესაც მას ხდება სპეციფიკური ტალღის სიგრძეები,
გამოსცემს გარკვეულ ტალღის სიგრძეს, ანუ ფერს. და თუ ჩვენ ვიცით რა ფერს გადმოსცემს ისა, რა ტალღის სიგრძეს, ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ სხვადასხვა ტიპის ნივთიერებები, კოლაგენის ერთი ტიპი, მეორე ტიპის კოლაგენისაგან და ამით გავაკეთოთ ანალიზი თუ ჩვენს ქსოვილებში რა ტიპის, ასე ვთქვათ, მასალები არის, ნივთიერებები არის უფრო მეტი. ხო, აი ეს ლაზერი არის თუგან ეს არის 472 ტალღის სიგრძის, ამასაც ჩვენ ვიყენებთ. ეს არის ეგრეთ წოდებული უწყვეტი გამოსხივების ლაზერი, დიოდური ლაზერი. ეს აი იმისგან განსხვავებით აზოტის ლაზერისაგან. აზოტის ლაზერი არის ეგრეთ წოდებული Q-switch ლაზერი. ანუ ეს არის იმპულსური ლაზერი არის. ხოლო ეს არის არაიმპულსური უწყვეტი გამოსხივების ლაზერი. რა თქმა უნდა, როგორც იმასაა გამოყენება გარკვეული ამოცანებისათვის, ასევე ეს ლაზერიც გამოიყენება გარკვეული ამოცანებისათვის. ამაზე შეიძლება თქვა მოვახდინოთ, დავინახოთ ფლუორესცენცია. მოიტავა ამაზე მოსვიდეთ ბატონი იქნება და ბატონო. პლასმასის ლინზას ქონდეს ფლუორესცენცია ამ ტალღის სიგრძეზე. კი ბატონო. რომ მეგობრებო უფრო ულტრაესფერში უფრო უნდა კონდეს. აჰა, ეხა არა, აქაც აქვს, თუმცა მოცისფრო არის უფრო რო შევხედოთ. კი. ეს იმიტომ არის, რომ დაახლოებით მე ვიტყოდი 500, არა, 480 ნანომეტრზე არის ეს პიკი ჩვენ გავზომეთ. და ეხა ჩვენ რო გავაკეთოთ აი ეს ექსპერიმენტი მთლიანი შინაგანი გადატეხვის, ასე ვთქვათ. თუ მე დავარტყამ ჩვენს ლაზერს ესეთი კრიტიკული კუთხიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოიქმნება მასალაში ავტოფლუორესცენცია და თუ ამას გავაკეთებ მე აი ესეთი ძალიან მაგარი კუთხის ქვეშ ჩვენ დავინახავთ, რომ ხდება სინათლის მთლიანი შინაგანი გადატეხვა. აი, აგერ. აი, თითქმის მან დავართ. ცოტა გვაკლია და აი, აგერ არის. ესე სამჯერ გარდატნა. ბანო გემოთ შეხედეთ. კი, საოცრად კარგი ეს არის საჩვენებრივ ექსპერიმენტულად ეს შეიძლება ძალიან კარგი თქვა იგივე სასწავლო პროცესად შვენიერია. ჩემთვის თხევადი კრისტალები კიდევ უფრო მეტად საინტერესო არის, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ამ თხევადი კრისტალებისთვისები შეიძლება ახსნათ ძალიან ბევრი რაღაცა. გაგიკვირდება თქვა კოსმოლოგია. არსებობს ეგრეთ წოდებული სიმთა თეორია, რომ სამყაროში არის string theory. კი ბატონო. თქვენ ნახავთ მაგალითად წიგნებში, სტატიებში, რომ აი ეს სიმთა თეორიაში არის ეგრეთ წოდებული სინგულარობები და ერთ განზომილებიანი დეფექტები. სინგულარობაც ეს არის წერტილოვანი დეფექტი და ერთ განზომილებიანი. და ზუსტად აი ესეთი გამოსახულებები არის იქაც. და აღიწერება, ну, თავისი ფორმულებით. იგივენაირი ფორმულებით აღიწერება თხევად კრისტალებში წარმოქმნილი ეს სინგულარობები და ერთგანზომილებიანი დეფექტი. ანუ ფაქტობრივად ესენი სიმები არის, სიმთა თეორიაში რომ მიღებულა, სულ ისეთი თვისებები გააჩნია მათ. ეს ძალიან საოცარი არის. ამაზე არსებობს სხვადასხვა მთელი რიგი გამოკვლევები და მე ძალიან მაინტერესებს და ის კი არა შეიძლება ვთქვათ გარკვეულწილად მალტივერს ისიც ახსენს, ანუ მრავალ სამყაროს ახსენ შეიძლება, მაგრამ ეს უკვე სხვა კიდე თემის სალაპარაკო არის. აი ნახეთ ეს თხევადი კრისტალი, როგორ ახლოს არის ასევე ბიოლოგიურ სისტემებთან. აი ეს, რომელსაც მე უწოდე წერის თვალი, მოზაიკური თვალი, ეს თხევადი კრისტალი არის. გარკვეულ პირობებში წარმოიქმნება ასეთი ლინზები, რომელიც არის განლაგებული სიმეტრიულად და სხვა შეძ განლაგებული არის, მესაც გეტყვით 6 კუთხედად. 6 ყველა ახდეს 6 კუთხედს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ერგონომიკური ჩალაგება არის, საერთოდ ყველაზე მეტი საგანი, ესე იგი ერთ გარკვეულ სივრცეში შეიძლება მოთავსდეს, როდესაც მათ გააჩნიათ 6 კუთხა ფორმა. აი ეგრეთ წოდებული ფიჭის სკა, ფიჭი ჰექსაგონალური რომ არის. ჰექსაგონალი, ჰექსაგონური არის და სწორედ ეს მობილური კავშირები რო არის, ხო ფიჭური ქვია მაგას, იმიტომ ქვია ფიჭური, რომ ყველაზე უფრო მეტად მოხერხებული, როცა ეს ანძები დგას, სწორედ აი ამ ჰექსაგონალის კუთხეებში. და თანაც რა არის, ესე იგი ეს ლინზები არის, რომელიც მე გავაკეთე ელექტროენერგიაში იმართება. ანუ ეს ლინზები ჩვენ შეგვიძლია
მართოდ ისე რომ თან ეს ლინზების ერთობა array ლინზების რო არის, ხო? ანუ ეს რეალურად მიკროლინზების ნაკრებია, რომელიც თხევადი კრისტალებია, ესგან შედგება და ჩვენ შეგვიძლია, ესე იგი, მათი ფოკალური დისტანცია, ესე იგი, მათი კი, იმიტომ ჩვენ რეალურად რა ხდება, ანუ იმის გამო რომ მაგალითად მე მაქვს აი ესეთი ფორმის ლინზა, ხო? ეს არის მენისკური ლინზა, ორგანზომილებიანი. მე თუ შევცვლი ამის ფორმას, სინათლის გარდატეხვა მოხდება განსხვავებულად. და თავარი პარამეტრი ლინზისა არის რეალურად სად აფოკუსირებს ის სინათლეს. ანუ მე დავუშვათ რომ მივანათო ახლა აი ამ ლინზას სინათლე, ხო? რაღაც დისტანციაზე სინათლე იდეალურ ფოკუსში იქნება, აი აქა დაახლოებით. ეხლა თუ უფრო შორს წამოვალ აღარაა ფოკუსში და თუ უფრო ახლოს მოვალ აღარაა ფოკუსში. აი ეს დისტანცია, სადაც ასე ვთქვათ, იდეალურ წერტილში არის. და იმათ ვინც ფოტოგრაფიას მოყვარულია, ეცოდინება. არის ლინზის ფოკალურ დისტანცია. თუ ჩვენ შეგვიძლია ის სელექტივად მართოთ, ჩვენ უკვე კი აღარ გვაქვს თქვა ერთგვარ ესეთი მასალა, რომელიც მარტო ერთ ფოკალურ დისტანციას შეიცავს, ჩვენ შეგვიძლია ის სელექტივად ვაკონტროლოთ ძაბვის მეშვეობით და შესაბამისად, ვისაც ამას მოვარტყმ სინათლეს, შევცვალოთ ძაბვა და სხვადასხვა წერტილებში დავაფოკუსოთ სინათლე. ანუ გვაქვს მოძრავი, ადაპტირებადი ლინზების ასე ვთქვათ, ნაკრები. კი ბატონო. და რომთაც ესე იგი ეს უფრო მოხერხებულია თან რატო არის კარგი ხედის კუთხე ამათი უფრო მეტად კიდე ვიზრდება, როდესაც ჩვენ ესე გვაქვს ერთობლიობა ამ ლინზების და ეს გაკეთებული არის, ამაზე სტატიაც არის გამოქვეყნებული და საკმაოდ პერსპექტიულად და ეს თხევადი არის და ამიტომ მათი მართვა ადვილი არის სექტორში. მყარი რო იყოს, თუ მყარი ლინზის მართვა რთული არის, იმიტომ უზარმაზარი ველი უნდა მოძდა, შეიძლება ის გასკრეს კიდევ ასე თუ ძალიან ზაბას მომდეთ. თხევადი კრისტალების მაგალითად ეს არის ეგრეთ წოდებული სპექტრული თხევადი კრისტალები, მიკროსკოპის ქვეშ არის, ძალიან ლამაზია საინტერესო, ჩვენ ამაზე სხვაშორის გავაკეთეთ. ეს ტალღის გარდაქმნელები, ანუ აი ეგრეთ წოდებული ლამდა მეოთხედი და ლამდა მეორედი, როდესაც ხდება თქვა ერთი წრფივი პოლარიზაციის გარდაქმნა ერთი მართულობის მეორე მართულება წრფივად და ასევე ეგრეთ წოდებული ლამდა მეოთხედ, როდესაც ხდება წრფივი პოლარიზაციის გარდაქმნა წრიულად და პირიქით წრიული პოლარიზაციის გარდაქმნა ხდება წრფივად და ამაზეც ჩვენ გაკეთებული გვაქვს სტატია. ეს არის ფოტოკატალოგის ეფექტზე დაფუძნებული ინფორმაციის ჩაწერა, მოკლედ ეს გაკეთა ტიტანიუმის დიოქსიდზე და როდესაც ტიტანიუმის დიოქსიდს თქვა საღებარს შეურევს და მას დავასხივებთ სინათლე, ტიტანიუმის დიოქსიდი ამ საღებარს ხშირ შემთხვევაში შლის. და ეგეთი იდეა მოგვივიდა რომ თუ შლის, მაშინ ესე იგი სადაც იქნება დასხივებული, ის უნდა ჩაბნელდეს და სადაც არის დაუსხივებელი, ის უნდა გამოსხივდეს და უბრალოდ ეგრეთ წოდებული შაბლონი გავაკეთე, ეგრეთ მასკა, დავადეთ აი აქა და ჩავიწერეთ ეს გამოსხივება. ანუ აქ არის დასხივებული უბნები, რომელიც ტიტანიუმის დიოქსიდმა ესე იგი დაშალა, იმიტომ ძალიან აქტიურია ტიტანიუმის დიოქსიდი, იმიტომ წარმოიქმნება OH რადიკალი და წარმოიქმნება სუპეროქსიდი, რომელიც ორივე ძალიან არის ესე იგი მოქმედი და სხვა შორის ეს გამოიყენება სიმსივრეზე დაშლები და დაშლები და ასე შემდეგ. და ესე მივიღეთ ასეთი გამოსახულება. აქ ასევე შეიძლება თქვა იგივე ლაზერული იგივე ლაზერული თქვა ჰოლოგრაფიული მეთოდით შეგვიძლია ჩავწეროთ ინფორმაცია. დიახ, ესე იგი, სადაც ჰიპერსპექტრალური გამოსახულების მიღება ეს არის ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ ჩვენ მეტ ინფორმაციას ვღებულობთ, ვიდრე მაგალითად ჩვეულებრივი ფოტო გადაღების დროს ხდება. და რატომ არის ეს? მაგალითად, ჩვეულებრივი ფოტო გადაღების ან ტელეგადაღების დროს, ტელეკამერით გადაღების დროს ჩვენ ინფორმაციას ვღებულობთ მხოლოდ 3 პიქსელის საშუალებით, ეს არის წითელი, მწვანე და ლურჯი. ანუ მიიღება, ვთქვათ, 3 სპექტრალური ზოლი. და რაც შეეხება მულტისპექტრალურ და ჰიპერსპექტრალურ გამოსახულებებს, იქ გარდა იმისა, რომ თქვათ არის ეს 3 სპექტრალური ზოლი, მათ შორის უამრავ სპექტრალურ ზოლებს ვღებულობთ, რომელიც არის ასევე გარდამავალი ფერების. ეს მიიღება მხოლოდ განსაკუთრებული ხელსაწყოს საშუალებით, თქვათ ჩვეულებრივი კამერით ეს არ მიიღება, აქ უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული ოპტიკა ჩადებული, ეს არის შეიძლება იყოს მესერები მაგალითად, რომელიც ბრუნავს, ეს შეიძლება იყოს ფილტრები, რომელიც ასევე პერიოდულად იცვლიან, კი, თქვათ ეს არის ბორბალი, რომელიც ესე იგი სხვადასხვა სინათლის როგორც ფლუორესცენტულ მიკროსკოპებში. დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ იქ ნუ ნაკლონები გააჩნიათ, იმიტომ რომ ეს მოძრავი არის, ეს მესერის გარკვეულ კუთხეზეა დამოკიდებული და შემდეგ. ეხლა მოგვივიდა იდეა, რომ რატომ არ გამოვიყენოთ ჩვენ თხევადი კრისტალური სარკე, რომელიც ტემპერატურით იმართება და შეგვიძლია უამრავი სელექტიური ამრეკლაობა
დავაფიქსიროთ. ანუ უამრავი მარტივად რო ვთქვათ ფერი, გარდამავალი ფერები, რომლებსაც ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ რეალურად ტემპერატურის გაკონტროლების მეშვეობით აი ეს ასე ვთქვათ ფორმა რასაც ხედავთ არის სინათლე რომელიც ირეკლება. ხო? ანუ ის სხვა სინათლე გადის. ჩვენ შეგვიძლია რომ ტემპერატურის მეშვეობით გადავწიოთ ის ძალიან სელექტიურად და შესაბამისად იმის მაგიოთ რომ თუ ჩვენ გვაქვს კამერა მეორე მხარეზე გადავიღოთ მარტო მწვანე სინათლე ან წითელი სინათლე ან ლურჯი სინათლე ჩავშალოთ ეს პატარ-პატარა ქვეუბნებად, რომლებიც შეიცავენ უნიკალურ ინფორმაციას. რატო არის ახლა ეს ინფორმაცია უნიკალური? სცენარეები, ჩვენი ქსოვილები, ნებისმიერი მასალები გამოირჩევიან იმით, რომ მათი შემადგენლობა ქიმიური არის განსხვავებული. თუ ქიმიური შემადგენლობა განსხვავებული არის, სინათლე, რომელიც მათ მოხვდება, გააჩნია მათ შემადგენლობისა განსხვავებულად აირეკლება. ჩვენ შეგვიძლია ეს პრინციპი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ განსაზღვროთ ქიმიური შემადგენლობა რაღაცა მასალაში, რაოდენობა კონკრეტული ქიმიური ნივთიერებებისა ამ მასალაში და განსაზღვროთ ასევე სივრცითი გადანაწილება. ერთ-ერთი მოწინავე გამოყენება აი ამ ტექნოლოგიისა ჰიპერსპექტრალური გადაღებისა არის კოსმოსურ გადაღებაში. კომპანიები მსოფლიოს გარშემო ცდილობენ რომ შექმნან უკეთესი ჰიპერსპექტრალური კამერები, იმისათვის რომ მოახდინონ გადაღება კოსმოსიდან დიდი ფართობის მიწებისა. თუ ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ სად არის გარკვეული ასე ვთქვათ ხეები, გარკვეული ჯიშები ხეებისა, გარკვეული ტიპის მონაკვეთებსაც დამწვარი არის მიწა, ან თუნდაც სად არის იშვიათი მადანი, სად არის რკინა, სად არის სპილენძი, სად არის ესეთი ლითონები, იშვიათი ლითონები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზუსტად ისთვისება, რომ განსხვავებული მასალები ირეკლავენ სინათლეს და შთანთქავენ სინათლეს განსხვავებულად. და თუ ჩვენ გვაქვს ჰიპერსპექტრალური კამერა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ სხვადასხვა უბნების სპექტრისა, ჩვენ შეგვიძლია სივრცეში დავაფიქსიროთ, სად არის სპილენძი, სად არის რკინა, სად არის ჩვეულებრივი ხეები, სად არის დავუშვათ ნაძვები, სად არის ნებისმიერი განსხვავებული ან მსგავსი ტიპის მასალების შეკრება ან გადანაწილება სივრცეში. და ეს არის ძალიან მოთხოვნი ტექნოლოგია და ბევრი კომპანია დასავლეთში თუ ჩინეთში მუშაობს იმაზე, რომ შექმნან ესეთი ტიპის ტექნოლოგიები იმისათვის, რომ მოახდინონ უფრო ეფექტური კოსმოსური გადაღება ან მოახდინონ ბიოსამედიცინო გამოყენებაშიც. ეს ძალიან მოთხოვნადია იმისათვის, რომ ჩვენ გადავიღოთ რაღაცა ზედაპირი, დავუშვათ ჩვენი ქსოვილებისა, ან თუ ესა ფარმაცევტული ნივთიერებები ჩვენ გავაანალიზოთ, რამდენად კარგად არის გაკეთებული, რამდენად თანაბრადაა განაწილებული სხვადასხვა ტიპის ნივთიერებები მასში, რამდენად სუფთა არის ესაბი, ყველაფერ ამაში გამოიყენება ჰიპერსპექტრალური გადაღება. და ის ფაქტი, რომ ეს საქართველოში ვითარდება, ძალიან მაგარი რაღაცაა, იმიტომ რომ მომავალში შესაბამისი ხელშეწყობით ეს ტექნოლოგია შეიძლება გახდეს კომერციულად მოთხოვნადი, იმიტომ რომ უკვე არის ამისთვის ბაზარი და შეიძლება ამის გარდაქმნა კომერციულ პროდუქტში, რომელიც ნამდვილად იქნება მოთხოვნადი, გამომდინარე იქიდან თუ რა გამოწვევები არის დღესდღეობით ამ ინდუსტრიებში და რამდენად საჭირო არის ჰიპერსპექტრალური ტექნოლოგია. ბატონო მიკა მილაპარაკა ძალიან კარგად ამომწურავად. უბრალოდ დავამატებ, რომ ესე იგი იმის გარდა ორგანიზმელებიან გამოსახულებისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ გავუშვათ ჩვეულებრივ გადაღებებში ან ფოტოსურათზე ჩანს, ჩვენ მესამე განზომილებას გვაქვს, რომელიც ეს არის სპექტრალური განზომილება. ანუ არა მარტო თქვა ჩვენ ხედავთ სურათს, არამედ იდეალში როგორ შეიძლება გავაკეთოთ, რომ აი როდესაც თქვა ჩვენ მივიტანთ წერტილს, კურსორს, აი აქ დავუშვათ, ხო ჩვენ ეს გვეუბნება გარკვეულ გრაფიკს გვაჩვენებს, გვაძლევს, რომელშიც ჩვენ ინფორმაცია შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მივიღოთ. ეხლა აი ელემენტად გეტყვით, აი ხა აი თვალით მაგალითად, აი აქ ჩანს რომ აი ეს ორი არის, ერთი და იგივე სცენარი არის, ქოთნის სცენარე, რომელიც ეს ჩრულად გადაღებული არის ჩოლური კამერით და ის ჰიპერსპექტრული გამოსახულება. აი ეს წერტილები ჩვენ უკვე გვეუბნება და მე უკვე სპეციალისტებთან დავილაპარაკეთ, აი ეს წერტილები, მომწვანე წერტილები დავადებული ფოთლის ნიშნებია. ჩვენ ამას ისე ვერ დავინახოთ. მაგრამ აი უკვე კარგად გამოჩნდა, როდესაც ეს ერთ თვალით, მაგრამ თუ მაგალითად ჩვენ ამას გამოვიყენებთ კიდე სპექტრალურ ანალიზს, თქვა ჩვენ რომ მივიტანოთ კურსორი, ხო აი აქა. მაშინ დავინახავთ ნათლად, რომ ესე იგი ის სულად განსხვავდება აი სპექტრალური გამოსახულება, თქვა გვერდზე მდებარე უბნების სპექტრალური გამოსახულებისაგან და თქვა სპეციალისტი, რომელიც ამაში თქვა ერკვე ოპტიკაში გვეტყვის, რომ იცით რა, აი ეს დავადებული არის. და ასევე შეიძლება იყოს თქვა ჩვენ ფიქრობთ რომ ბიოლოგიაში, მედიცინაში იგივე თქვა კანის აი მელანომებზე ძალიან აქტუალურია და თქვა კანის იმისა განსაკუთრებით როდესაც მცირე ზომის არის აი ეს წარმონაქმნები.
ამით ჩვენ შეგვიძლია ხა თვალით უყურებენ კი არის ეგეთი ის რომ უყურებენ თვალით გამოსახულოს იქ ბელანობა თქვა ფორმას თუ იცის ფერს თუ იცის დასაშემ მაგრამ როდესაც ჩვენ ვღებლავთ ჰიპერსპექტრულ გამოსახულოს უკვე ჩვენ სპექტრისაც ვღებლავთ და გარდა ამისა ეს სპექტრები სინათლე რომელიც ინფრაწითელობაშიც არის ხო გასაგებად ის უფრო ღრმად შედის კანში და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ აი იქ კანის ქვეშ რა ხდება თქვა რამოდენ მილიმეტრზე და ამიტომ ეს ძალიან ეს არის რა თქვა აქტუალური არის ეს არის გამოსახულება ხელის გამოსახულება არის მართლა გითხრათ თქვა ისეთი წარმატებული ის არ არის იმიტომ რომ ცოტა ამაში ვამუშავებდით პითონით ოპტიკური პითონის საშუალებით და იმდენი გამოსახულება ჩვენ ვერ მივიღეთ მაგრამ მე მაქვს სტატია რომელიც გამოვაქვეყნეთ ეს Optical Society of America და იქ სახის გამოსახულების გადავიღეთ და იქ ძალიან კარგად ჩანს სისხლის მიმოქცევა, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივად ამ სამ პიქსელიანი გამოსახულებით ვერ დავაფიქსირებით. და იქ ძალიან კარგად ჩანს სისხლის მიმოქცევა და გარდა ამისა ძალიან კარგად ჩანს სცენარები არის, რომელზეც კარგად ჩანს სად არის დაავადებული უბნები და ასევე ავიღეთ ატამი, რომელსაც ჩვენ რო შეხედავ ვერ შეატყობ შიგნით სად არის თქვა დამპალი, მაგრამ როგორც კი გადავიღეთ ძალიან კარგად გამოჩნდა ეს უბნები და მე გავთალეთ და მართლაც აღმოჩნდა რომ კანები ავაძეთ, გამოჩნდა რომ შიგნით იყო ზუსტად ის უბნები, რომელიც სხვა ფერის იყო უკვე იწყებოდა გაფუჭებოდა. ანუ აი როგორც მიკამბძანა ზუსტად შეიძლება ეს გავაკეთოთ, თქვათ იგივე სხვა ხილის და სხვადასხვა მცენარეების, თქვათ ფარმაცევტული კი ფარული თქვათ აი ამ იმ შემთხვევაში თქვათ მცენარეების თქვათ ნაყოფების ფარული დაავადებების გამოსავლენად ან მისი მდგომარეობის გამოსავლენად. როდესაც მე ვიყავ შოტლანდიაში, ჩვენ მუშაობდით დემენციით დაავადებული პაციენტების ტვინის, ასე ვთქვათ, სლაისების, ტვინის ნაჭრების ანალიზზე. ჩვენ ვიღებდით ალცჰეიმერი და დემენციით დაავადებული ადამიანების ტვინის ნაჭრებს და შემდეგ მათ უმატებდით გარკვეულ ფლუორესცენტულ საღებავს, რომელსაც როდესაც ჩვენ ლაზერით დავასხივებთ, ისინი ანათებენ. ჩვენ ქონდა გაკეთებული ჰიპერსპექტრალური მიკროსკოპიული სისტემა, სადაც განსხვავებული ტალღის სიგრძეების დასხივებით, ან დავუშვათ ერთ კონკრეტულ ტალღის სიგრძეზე ჩვენ ვიღებდით მთლიან სპექტრს და შეგვეძლო დაგვენახა ეს მთლიან ტვინის მონაკვეთზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენ შეგვეძლო გამოგვენცალკევებინა კონკრეტული უბნები, სადაც იყო პლაკები, რომლებიც ამოიქმნებოდა ამილოიდური ცილების და ტაუ ცილების აგრეგაციით. და ჩვენ შეგვეძლო ისინი ძალიან ეფექტურად დაგვეფიქსირებინა. ამიტომაც გამოყენება ჰიპერსპექტრალური ტექნოლოგიის არის ძალიან მრავალფეროვანი. როგორც, ასე ვთქვათ, კვლევით აღმოჩენის საქმიანობაში, როგორც მე ვაკეთებდი ამას, როგორც კოსმოსში, როგორც ასევე ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ანალიზისათვის, ხარისხის კონტროლისათვის, რომ აფში თანაბარი გადანაწილება ჩვენი აქტიური ნივთიერებებისა და არა მარტო ერთ უბანში და ასევე რა თქმა უნდა გამოსადეგია ძალიან გაუმჯობესებაში აგრიკულტურისა და აგრონომიისა, როგორც რადმაგია მოიყვანა მაგალითად.